რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთან არის. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. უამრავი რამ ხდება სამყაროში, რის გამოც შეგვიძლია ხმამაღალი ვაშა დავძახოთ. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მზის სისტემის ახალი პლანეტა. არა, თვითონ პლანეტა ახალი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა აღმოაჩინეს. ხო, დიდებული ამბავია, დიდებული ამბავია. მაგალითად, ტრამპმა გააუქმა აეროპორტებში კონტროლისას ფეხსაცმლის გახდის ვალდებულება. ხო, დიდებული ამბავია, დიდებული ამბავია. მაგრამ საქართველოს ხომ დედამიწის კუჭია. ცენტრი. ამიტომ თავარი ამბავი რა თქმა უნდა საქართველოში მოხდა. თბილისში. ზემო ფუნიჭალაში. ნამდვილად გადაგასო. ვაიმე, რაც გაიგონე საერთოდ აკეთა. მადლობა. შენდა ქრისტეფი. დიდება. დება შენდა. ჩვენ არ ვიცით ვინ დაარღვევინა 15-20 წლიანი დუმარების ახმა ბერნიკოლოს, რომლის სრული სახელია წმინდანი ღმერთი ნარიმანი მამა ნიკოლოს ბაგრატიონი. მაგრამ ეს ალბათ არც არის საჭირო. თავარი დავინახეთ. ბერნიკოლოზი იყურება ზემოთ და ეუბნება გაეთრიეთ. ხო და ამაზე მეტი ნიშანი რა გინდათ? თუ კი ვინმე ხარ ზემოთ და აქამდე ვერ მიმხვდარ ხართ რომ ქვეყანაში მართლა ძალიან სერიოზული ამბები იწყება, ახლა მიხვდით და გაეთრიეთ. დღეს პარლამენტარიზმის პატარა გაკვეთილი გვაქვს, რომელსაც თქვენთან ერთად მეც სიამოვნები დავესწრები. ქვეყანას რა თქმა უნდა არ დავასახელებ, მაგრამ მიგანიშნებთ რომ მას პარლამენტში 125 დეპუტატი ყავს. ყველა მაჟორიტარული წესის არჩეული, როგორც ამერიკაში მაგალითად. მართველი პარტია 68 ადგილი 125-დან, ანუ ოფიციალურად სულ 54%. ოპოზიცია 11 ადგილი. პარტია სამოქალაქო სოლიდარობა 3. სამართალი, კანონი და დემოკრატია 1 ადგილი. დემოკრატიული განმანათლებლობა 1 ადგილი. სამშობლო 1 ადგილი. დემოკრატიული რეფორმების პარტია 1 ადგილი. დიდი წესრიგის პარტია 1 ადგილი, ერთობა 1 ადგილი. ეროვნული ფრონტიც 1 ადგილი. დამოუკიდებელი დეპუტატი ამ პარლამენტში 38-ია და ვაკანტური 7 ადგილია. დამალვას რაღა აზრი აქვს და ეს იყო აზერბაიჯანის მილიმეჯლისის დღევანდელი შემადგენლობა. ახლა კი გაჩვენებთ რუსეთის დღევანდელ დუმას. იძინა ერასიანო მართველი პარტია 325 ადგილი 450-დან. კომუნისტები 57, სამართლიანი რუსეთი 28, ლიბერალ-დემოკრატები 23, ნოვოი ლუძი 16 და ერთიც დამოუკიდებელი. ახლა გაჩვენებთ ასეთივე დიაგრამას ოღონდ უფრო ნაცნობი ქვეყნისა თქვენთვის. პარლამენტში 150 ადგილია, 89 უჭირავს პარტიას ქართული ოცნება, ხალხის ზალა 8 ადგილი და პარტია საქართველოსთვის 12 ადგილი. ისის დროებით დანარჩენი, აი ეს 49 წერტილი რუხი, ვინც დღეს ციხეში ან ქუჩაში, ან ვინც არ აღიარა უკანასკნელი არჩევნების გამოცხადებული შედეგი და არჩია ბრძოლა. ივანაშვილის ამოცანა ახლა აი ამ სკამების გაფერადებაა. ამ დიაგრამის შევსება, რომ კონდეს სათქმელი შინ თუ გარეთ, რომ აქვს მრავალპარტიული დემოკრატია და პარლამენტში ყველაა წარმოდგენილი. ისევე როგორც ამბობს ზემოთ ნაჩვენები, მაგალითად სხვა დიაგრამების ავტორი, ვლადიმერ პუტინი, ვის დუმაში ოპოზიცია წოდებულ პარტიებს 27% აქვთ. ან ილჰამ ალიევი. დიახ, აზერბაიჯანულ პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტიაა, 38 დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ სიტყვად შეხამება აზერბაიჯანული ოპოზიცია რომელ წელს გაიგეთ ბოლოს. ამაშია საქმე. რუსეთი აღარ ვლაპარაკობს საერთოდ. მთელი ეს წლები აზერბაიჯანი კონცენტრირებული იყო სამოქალაქო თავისუფლებების რბილად რომ ვთქვათ მოთოკვაზე და ამას უზენაეს სახელმწიფო მიზნებით ამართლებდა. ასეც გამოვიდა. ძალაუფლების კონცენტრაციამ შესაძლებლობა მისცა ილჰამ ალიევს მთელი სახელმწიფო რესურსი მიემართა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განსამტკიცებლად. ბოლოს და ბოლოს აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა. თან ტრიუმფით. სამხედრო მდგომარეობას გამოუცხადებელსაც კი სამხედრო დისციპლინა სჭირდება ვაღიაროთ. რამაც შეიძლება მოითხოვოს სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა. ქვეყანასა და მიზანს გააჩნია. მე მოქალაქე გოგოტიშვილმა რომ ვიცოდე რომ საქართველოს ხელისუფლებას, ძალაუფლების კონცენტრაცია და ჩემი უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრიუმფალურ დაბრუნებისთვის სჭირდება, ალბათ ნებით გავჩუმდებოდი და აღარასდროს ვახსენებდი სიტყვებს რეჟიმი, დიქტატორია, ავტოკრატია, ოლიგარქი, პლუტოკრატია, რუსული კანონი, რუსი მილიარდერი, უნიჭორეპერი, ბაობაბ გამხმარი, გამყალბებელი სამშობლოს მოღალატე, თვით გამოცხადებული, უღიარებელი მონა, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, დაპოტოქსებული კორუფციონერი, ძონძის კუკლა, კალოშა, ჰაკიმ-ფაშა, ძაღლები, ძალადობრივი, მოძალადე, უსამართლო, შლავერის კომიტეტი, ხიხო, ჩარჩი, ფარცოვშიკი, ტრიუგოლნიკი, შულერი, ხმების გურდი, არჩევნების მიმტაცებელი, დენდროფილი და ბევრი კიდევ სხვა.
მაგრამ როდესაც ვიცი და ყოველდღიურად ვწმუნდები, რომ ჩემი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ვინმე ბორიას არა ქვეყნის ტრიუმფალური გაერთიანებისთვის, არამედ სამართლიანო კაპიტულაციისთვის ჭირდება, იქ გაჩვენება დანაშაულია. უმოქმედობა დანაშაულია და რუსი ოლიგარქის თამაში ჩაყოლა უბრალოდ დანაშაულია. ზუსტად ასეთი თამაშია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა დღეს. ლელო იქნება ეს გახარია თუ ნებისმიერი სხვა. თან ამოცანად აცხადებ ივანაშვილის დამარცხებას და მისთვის დედაქალაქისა და რაღაც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების ზოგადად გამოგლეჯას. ამ დროს საარჩევნო კომისიებში აღარ იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიების დანიშნული, თუნდაც ხშირად ნომინალური წევრები, რა კი ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში. აღარ იქნებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რადგან სამოქალაქო ორგანიზაციებს ივანაშვილი უბრალოდ ანადგურებს. არ იქნებიან უცხოელი დამკვირვებლები, რადგან მათ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ უშვებენ. აბა რა იქნება? იქნება ქოცებთან ვითომ ბრძოლა არჩევნებზე, სადაც უბნის კომისია ქოცია, საოლქო კომისია ქოცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ქოცია, უბნის გარეთ ძველი ბიჭი ქოცია, უბნის შიგნით ვითომ დამკვირვებელი ძველი ბიჭი ქოცია, საჩივრების განხილველი ადგილობრივი სასამართლო ქოცია, სააპელაციო სასამართლო ქოცია, უზენაეს სასამართლო ქოცია, საკონსტიტუციო სასამართლო ქოცია და ქოცია. ორ პარტიას შორის საპატიო მესამე ადგილზე რომ გაგიყვანენ მაგას თქვენ გამარჯვებათ, როგორ გააფორმებთ ძალიან მაინტერესებს. პირველზე ქართული ოცნება, მეორეზე ხალხის ძალა, მესამეზე ლელო, მეოთხეზე გახარია. არა. არც ეგ იქნება. მესამეზე ან მეოთხეზე იაგოს ნაგირჩალს ჩაგიკვეხებენ. ეგეც ხო ძალიან დიდი ოპოზიცია, თავგადაკლული და შეურიგებელი. და ესაა ბრძოლის მიზანი. ცოტა სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება, ცოტა საკრებულოების სკამების, ცოტა ამნისტიის გამოვაჭრება იმათვის, ვინც აწი უნდა დაიჭირონ. და შემდეგ ველოდებით კიდევ 3 წელი, რომ ახლა პარლამენტის ერთი ფრაქციისთვის ამყოფი ადგილები გამოვგლიჯოთ რუსის მონებს. კაბინეტში ჯდომა ნამდვილად უფრო კომფორტულია ვიდრე ციხეში. გულით მინდა მჯეროდეს და მჯერა რომ გუწრფელად ხდებიან ისინი, ვინც ივანაშვილს მისივე მოედანზე თამაშის მისივე დაწერილი წესებით მიყვება. მაგრამ იცოდეთ, თქვენ ახლა ლელო დაუდეთ მთელს წინააღმდეგობის მოძრაობას. ყველას ვინც არ გატყდა უკვე 8 თვეა. პროჭოჟილელობა თუ გინდა სხვა არაფერია. რა ვიცი, მე მახსოვს, ჩვენ გვახსოვს და ლელო შემქმნელებს ჩემზე გაცილებით უკეთ უნდა ახსოვდეს წესით ახალი მემარჯვენეების სრულიად უსახელო აღსასრული, რომელიც შევარდნაძის პარლამენტის ვითომ პარლამენტის გაправები დაიწყო. ახლაც დიდი მადლობა კონსტრუქციულობისთვის ირაკლის არქუასგან და ბრძოლის ველზე გუშინდელი თანამებრძოლების ამაყად მიტოვებისთვის. გრიპები და ვირუსები და პანდემიები ხო სულ უცხოეთიდან შემოდის და სადა სუიციდის პანდემია ჩვენს გარშემო. მართალია. რიშვაძე და საქართველო არა გამონაკლისი, თავს სხვაგანაც იკლავენ. А вы умеете прощать? Да. Ну не все. А что невозможно простить? Предательство. შეიძლება თუ არა 10 სიკვდილი შემთხვევითი იყოს. შეიძლება 20, ალბათ შეიძლება 30 და 40. ეპიდემია პირველ რიგში რუს ოლიგარქებს დაერია. დღეს არ დაწყებულა, მაგრამ იმას ჯავრობ, რომ აღარ მთავრდება აღარასდროს. რუსეთში მკვდარი იპოვნეს ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც პუტინმა იმ დილით მოხსნა. ტყვია დაიხალა. მიზეზად ჯერ ის თქვეს, რომ საავიაციო კოლაფსი ქვეყანაში ამას დაბრალდა. წინა 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში უკრაინული დრონების გამო 2000-ზე მეტ რეისი იყო გადადებული. 2000-ზე მეტი. ეგ 200-ან 300 ადამიანია აეროპორტებში გაჭედილი. წარმოიდგინეთ. მე ცოტა უფრო დამაჯერებელი ამბავი გავიგეთ. მინისტრი რომან სტარავოიტი კურსკის ყოფილი გუბერნატორი ყოფილა და საზღვრების გასამაგრებლად გამოყოფილი 255 მილიონი დოლარიდან 50 შეუჭამია. წერილი დატოვა თუ არა ოჯახის დაცვა პუტინს თხოვა თუ არა, ეგ აღარ ვიცი. აგერ რუბლევკაზე მოსკოვში ანდრეი ბადალოვი გადმოხდა მე-17 სართულიდან. თვითონ მე-10 სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ ეგ საერთოდ არავის ეჩვენება. არც ის რომ ტრანსნეფტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ტრანსნეფტი კი სანქცირებული გიგანტია, რომელიც რუსეთის ნავთობის 93%-ს გადაკაჩავს მილსადენების 70000 კილომეტრით. არც ის აღიარეს რუსეთში საეჭვოდ, რომ ბადალოვი ინსტიტუტი ვასხოდის დირექტორიც იყო. ამ ვასხოდის ტექნიკით დღემდე აძლევენ და ითვლიან ხმებს რუსულ არჩევნებში. სრულიად ბუნებრივად აღიქვეს რუსეთში, რომ სამთავრობო რია ნოუსტის ინფორმაციით მან სიკვდილის წინ გამოსამშვიდობებელი SMS-ი გაუგზავნა თავის ცოლს, რომელმაც ეს წაიკითხა და მერე ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. თუმცა ცოლი 7 წლის გარდაცვლილი ყავდა. აი რა გინდა რომ თქვა. არ მინდა თქვა, მაგრამ ბადალოვი რუსული გაზისა და ნავთობის სფეროს ლიდერებიდან მე-12 გახდა, ვინც უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ უცნაურად წაიღო წერილი. 3 წლის წინ კრემლის ავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გვარად მაგანოვ. მერე მის ნაცვლად დანიშნეს ვლადიმერ ნეკრასოვი, რომელმაც 1 წელიც ვერ იცოცხლა. შემთხვევით. 2022 წელს მოსკოვში საკუთარ სახლში აღმოაჩინეს გაზპრომ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევის, მისივე მეუღლისა და 13 წლის გოგონას ცხედრები, რომლებიც ტყვიით იყვნენ დახოცილები. გამოძიებამ დაადგინა, თვითონ დახოცა და შემდეგ მოიკლა თავიო. ზუსტად მეორე დღეს, ზუსტად. ესპანეთში აღმოაჩინეს გაზის მეორე რუსი მაგნატი სერგეი პროტასინიას ცხედარი.
ასევე ცოლისა და ქალიშვილის ცხედრებთან ერთად. 2022 წელს 3 კვირის ინტერვალით ლენინგრადის ოლქის ერთსა და იმავე სოფელში, სახელად ლენინსკოე, გაზპრომის ორი მაღალი რანგის მენეჯერის ცხედარი აღმოაჩინეს. ლეონიდ შულმანისა და ალექსანდრე ტულიაკოვის, რომელთაგან ძალიან მაგრად იყო ნაცემი. დამთხევა საჭოთ არავის არ მოჩვენებია. 2024 წელს საკუთარ კაბინეტში ჩამოკიდული ნახეს ასევე მძიმედ სანქცირებული ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი. იქამდე ცოტა ხნით ადრე ფანჯრიდან გადავარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის მიმართულების სრულმთავარი ფინანსისტი იანკინა. ინდოეთში მოგზაურობისას კი ფანჯრიდან გადავარდა რუსეთის უმდიდრესთა ასეულის წევრი პაվել ანტოვი, რომელმაც უკრაინაში ომის გაკრიტიკება გავედა, თუმცა მალევე წააშლევინეს ის თავისი პოსტი. რაო იმ კაცმა? А что невозможно брать? Предательство. ამ წლის მარტში 4 დღის ინტერვალით ფანჯრებიდან გადმოცვიდა ორი პოლკოვნიკი: პრიახინი, რუსეთის საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ალექსეი ზუბკოვი, რუსეთის მთავარი საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი. ამან მეხუთე სართულიდან რომ მიფრინა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მერე იძახდა აბაზანაშევე და მერე არ მახსოვს არაფერიო, მერე კი მაგრამ არც მათ სიკვდილში მოსჩვენებია არავის არაფერი საეჭვო. რუსეთია. ხო და რა ვიცი, თუ შემთხვევით ახლა რომელიმე რუსი ოლიგარქი მიყურებს და შემთხვევით ქართულის ესმის, გეხვეწები. იარაღიან მეგობრებთან ერიდე მეგობრობას და მათთან სტუმრად არიარო. ყოველთვის დაიძინა პირველ სართულზე, სულ ქვემოთ, უფანჯრო ოთახში. თუ შენი სახლი შუშისაა, იცოდე შუშა ბასრია. თუ ერთ ფრენს არგებლობ, გაიხსენე, როგორ დაიღუპა გენერალი ლებედი. გამოცდილი მედესანტისა და პარაშუტისტის ვერ ფრენ თითქოს მაღალი ძაბვის კაბელებს გამოედო. მოკლედ, ვერ ფრენსას დაეთხოვე. და თუ ყველა ამ საფრთხეს გაუფრთხილდები, ბარემ ბოლოს დაიმახსოვრე. 2 წლის წინ მძიმედ სანქცირებული ლუკოილის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე სუბოტინი უცებ გარდაიცვალა თავისი ძალიან ახლობელი შამანის სეანსის დროს. არაფერი საეჭვო, როგორც ყოველთვის. ბორისი ჩქარობს ბრიუსელიც. ევროკავშირი ჯერ ვერ შეთანხმებულა საქართველოს ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბორის ივანაშვილი სწრაფად გარბის რუსეთსკენ, რომ ევროკავშირი თავის სანქციების პოლიტიკითაც ჯერ ვერ ეწევა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ლიეტუვამ ისევ იკისრა ლიდერობა და ჩამოწერა 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც იწყება სანქციებით სულ ბობოლა ქოცების წინააღმდეგ. შეხვედრიდან გამოსულმა კაია კალასმა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ესტონეთის პრემიერი იყო, ახლა კი მთელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აბარია, თქვა, რომ ფიქრობენ მოსამართლეთა სანქცირებასაც, ქართველი მოსამართლეების. კიდევ ერთი მუხლია ევროკავშირის ფინანსური დახმარების სრული შეჩერება და ამ ფულის ნაწილის მაინც გადამისამართება დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებზე, სამოქალაქო ჯგუფებსა და სამსახურებიდან გაყრილ საჯარო მოხელეებს. ლიეტუვის მომზადებული პროექტი ითვალისწინებს კონკრეტული თარიღის დათმას, რათა პროჭრილელებმა იქნებ შეასრულონ ბრიუსელის მოთხოვნები. ფსონი იქნება ალბათ უვიზო მიმოსვლა. ყოველ შემთხვევაში მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის მაინც. და თუ სხვა ანტიჭორილურ გადაწყვეტილებებს უნგრეთი ბლოკავს და მერე ამას ეთანხმება სლოვაკეთი, სავიზო შეზღუდვებს ეს წინ ვეღარ აღუდგება, რადგან მათ მისაღებად საკმარისია ქვეყნების უმრავლესობის გადაწყვეტილება. თუ ისინი თანამეგობრობის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ. წესი ასეთია. ასევე უბრალო უმრავლესობაა საჭირო, რათა შეჩერდეს ასოციაციის ხელშეკრულების სრულიად კონკრეტული მუხლები. თუ კი დადგინდება მაგალითად, რომ საქართველო არ ასრულებს პოლიტიკური თავისუფლებების დაცვისა და რაღაც სხვა ვალდებულებებს. ვიცით, თქვენც გეჩქარებათ. იმათაც ეჩქარებათ და საკითხი ევროკავშირის ხდომაზე შეიძლება უკვე რამდენიმე დღეში დადგეს. ჭობენ. მიდის სანახავად. მიდის. იცით, როდის ვქავენ ელჩები საიდუმლოებს? არა, როცა მიდიან მაშინ არა, იმიტომ რომ საიდუმლო მათი წასვლის შემდეგაც საიდუმლო რჩება. არა, ვქავენ მაშინ, როცა ბრძანება აქვთ. ახლა თქვენი ფიქრეთ. რატომ უბრძანეს ელჩი დანიგანს სრულად კულუარული ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც დიდად სახარბიელო ალბათ არც შეერთებული შტატებისთვისაა. წესით მსოფლიო არ უნდა იცოდეს ტრამპი თუ რუბიო წერილებს რომ წერს არალეგიტიმურ პირებს, რუხ კარდინალებს და არა იმათ, ვინც თანამდებობის პირია წესით. მაგრამ რეალობის გათვალისწინებით გასაგებია, რამე შეცვლა თუ გინდა გადაწყვეტილების მიმღებს უნდა ეკონტაქტო. ელჩის გამოჩენაზე პროჭრილთა რეაქცია ამტკიცებს, რომ ყველაფერი მართლა ასე იყო. მათ მართლა მისწერეს რაღაც უბედურება ტრამპს და ნიგანი მართლა გაიქცა მერე ვაშინგტონში მითხარით რა ვქნა, იმიტომ რომ უკვე გადამდგეს ჭუიდანო, იმათ კი მართლა გამოუგზავნეს წერილი Dear Boreas. ალბათ ისიც საკმაოდ გვახი. მე აქ მხოლოდ ერთი ვიცი, ესენი რომ გადაშენდებიან, მომავალი პარლამენტის სპეციალურ კომისიაზე დანიგანი იქნება გამოსაძახებელი და მისი და სხვათა ჩვენების საფუძველზე მთელი პროჭრილური ბანდა ციხეში იქნება გასაშვები სტრატეგიული მოკავშირეებისა და პერსპექტივის დაკარგვისთვის. 1000 სული ღორი მომიკლა სააკაშვილი. 1000 სული თვითფრინავით მომიწამლა. 1000 იცი რამდენია? რა ვქნა, სულის კაცი მახსენდება მიშამ რომ საბრძოლო ავიაცია ასწია ჰაერში და
1000 სული ღორი მოუკლა. აი იმის შემდეგ ვეღარ გავემართე წელს, სანამ ისევ ციდან არ მოგვეცა შველა. რაღაცა პერიოდში ღმერთი მიტრიალებული იყო ჩვენგან, იცი? და მე სულ ვამბობდი, ალბათ რაღაცა დაშავებული გვაქვს. როგორ ჩანს მოვინანიეთ და მოტრიალდა ჩვენსკენ და გადმოაგდო ბიძინა. ასე ნელ-ნელა დაიძრა ჩვენი საქმეც, ბიზნესის და მეღორეობისაც. ცალკე ქართული ღორის სპერმის შეგროვებაში დაშვრა დავით საგანელიძე, ცალკე აი კანალები გაიხსნა მოკლედ რა. იქამდე ღორები შემოყვავდა უმთავრესად უკრაინიდან, ბულგარეთიდან და დანიიდან, მაგრამ გაგიკვირდება და უკვე წლებია ჩვენი ქვეყანა, რომელიც რუსეთისკენ არ მიდის, არა. ეს ჩვენი ქვეყანა რუსულ ღორებზე გადაერთო. 2023 წელს 27.800.000 დოლარის ცოცხალი ღორი ვიყიდე და ჩამოვიყვანეთ. 24-ში კი სრული 33.200.000. ამ წლის პირველ კვარტალში უკვე გადაუხადეთ რუსებს 6.300.000 დოლარი, რაც რუსეთის მეღორეობის კავშირის შეფასებით 1%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. მხოლოდ ვორონეჟელი ღორების იმპორტი შარშან მთელი 10%-ით გაიზარდა და ეს საქმე ჩვენი ფულით სერიოზულად ვითარდება. 11.326 ცოცხალი ღორიდან 9.966 მუშტარი საქართველოში გამოუჩნდა. მადლობა ხომ გახსოვთ, ვისაც ერგება, რომ რუსის ღორის გემო გავახსენა. ბიოლოგები ამტკიცებენ, სულ ისე ვართ, რასაც ჭამთ. ხო და ქოცი მაგას რო შეჭამს და მე რომ რუსის ღორს დაუძახებთ, პოჭოქსაც ვეღარ მოგჭამთ. Facebook მომხმარებელმა სახელად მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს წარადგენს როგორც საქართველოს პრეზიდენტი, 3 ივლისს გამოაქვეყნა პოსტი, რომ გული გაეთმო 39.000 ახალგაზრდისთვის. გული უნდა გაეთმო მათი 78.000 მშობლისთვის. ღმერთმა ყველას დიდხანს უცოცხლოს 146.000 ბებია ბაბუისთვის. უცნობი რაოდენობის დაძმისთვის, უცნობი რაოდენობის ბიძაშვილ, მამიდაშვილ, დეიდაშვილ, ბიძა, ბიცოლა, მამიდა, დეიდა, ნათლია, ნათესაო მეზობლისთვის, სავარაუდოდ მათი 78.000 შეყვარებულისთვის, დაუდგენელი რაოდენობის მეგობრისა და უბრალოდ გულშემატკივრისთვის. მოკლედ, ყველასთვის. კი ავეთ ასე მთელ ქვეყანაზე. და რას წერდა ეს კაცი? გილოცავთ მისაღები გამოსტების დაწყებას და წარმატებას გისურვებთ. სტატისტიკას გადაავლეთ თვალი. მიხეილ ყს პოსტს 1270 კაცი დასცინზე, მხოლოდ 1100 უწონებს. და რას ერჩიან? ხო თითქოს არაფერი, მაგრამ რამხელა თავგანწირვა და мотиваციაა და რამხელა გამოცდილებაა ჩადებული. კაცი, ვინც არასდროს გასულა მისაღები გამოსტებს. არასდროს გამხდარა სტუდენტი. არასდროს მჯდარა ლექციაზე. არასდროს დაუხურავს არც სემესტრი, არც კურსი. წარმოდგენა არ აქვს რა არის კრედიტი. რითგან სხავდება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. არასდროს აუგდია ჰაერში ქუდი და არ უმღერია გაუდიამოსი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნივერსიტეტის ბირჟაზეც კი არასდროს მდგარა. ხო და აი ეს კაცი ახლა ულოცავს ყველას აბიტურიენტობას და ეუბნება ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაო. კი, განათლებული თაობა ნამდვილად იქნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, როდესაც მის გაუნათლებელ დღევანდელობას დაასრულებს. მადლობა რომ შეგვახსენეთ. მადლობა რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეთ განათლების აუცილებლობაზე. მათ შორის პირადი მაგალითით. ხო და სწორი ფორმაა აბიტურიენტებო. კაი, შენ ბურთის მეტი არაფერი გინახავს და თუ ამ ხელა აპარატში ერთი დიპლომიანი კაცი მაინც არ ყავს რომ Facebook-ი ჩააბარო. ეს იყო ვაშე გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, მოიწონეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши гадаться, да.